გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული ჯარიმები 200-დან 1000 ლარამდეოდენობით, ასევე დივიზიანის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც ხდება. ნაძვისხის უკანონოდ მოჭრაზე სახელმწიფომ ადმინისტრაციული საჯარიმო სანქციების გატარებასთან ერთად შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეც აღძრას. წიწვოვანი ნარგავის მოჭრა სახელმწიფო ტყის ფონდში ან დასულ ტერიტორიაზე მკაცრად გაკონტროლდება. ამ მიმართულებით გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე უწყება უკვე მუშაობს. ამიტომ ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავონ უკანონო მოპოვებისა და რეალიზაციისგან. რათა თავიდან ავიცილოთ არასასიამოვნო შედეგები წინა საახალწლო პერიოდში ჯარიმებისა თუ პასუხისმგებაში მიცემის სახით. ხალხს ვუწამენ გარემოებას, რომ ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის ადამიანების დასჯა მით უმეტეს წინა საახალწლო პერიოდში. ჩვენი მიზანია ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრის დაცვა და გაფრთხილება. ჩვენს მიერ მკაცრად კონტროლდება ყველა გზა, ასევე კოორდინირებული მუშაობა გვაქვს როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან, ასევე საპატრულო პოლიციასთან და მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. თუკი ნაძვი იმპორტირებულია საკარმიდამო ნაკვეთში ან სანერგე პლანტაციებში ამოპოვებული, მისი გაყიდვა დასაშვებია, თუმცა გარემოს დაცვის სამინისტრო რეგულაციას ამ შემთხვევაში აწესებს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები. ხოლო საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. წინა საახალწლოდ ნაძვისა და სხვა წიწვოვნების მასობრივი ჭრის პრევენციის მიზნით საინფორმაციო რგოლი მომზადდა. გარემოს დამცველებთან ერთად ბუნების დაცვისკენ მოსახლეობას მსახიობი კახი კაცაძე მოუწოდებს. ხალხს ადამიანებს არაფრით არ შეიძლება იმ მწვანე წიწვოვანი ხეების მოჭრას რაღაც 2 ღამისათვის, რომელიც 8-9-10 წელიწადი იზრდება და ამ დროს 2 ღამისთვის მოჭრეს ცოცხალი მწვანე, რომელიც არაჩვეულებრივი ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის. ის რომ ბრაკონიერული წესით ნაძვისხის მოპოვება აკრძალულია, ეს საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის ცნობილია, თუმცა მიუხედავად ამისა ისინი არჩევანს მაინც ბუნებრივ ნაძვისხეზე აჩერებენ. მაინც რაღაცა ცოცხალთანაა დაკავშირებული და მაგიტომ. ისე კი გამიგია, რომ არა ის სრულიად ნაძვისხე მოჭრა და გაანადგურო ბუნება. მოჭრა თავისთავად არ შეიძლება, მაგრამ თუ არ ვწდები, ადრე იყო ესეთი ალბათ ახლა არის მეურნეობების სპეციალური, სადაც გავდნენ ნაძვისხეებს და საახალწლო სპეციალურად იჭრებოდა და ეხლა როგორ არის არ ვიცი, მაგრამ ბრაკონიერულად მოჭრა თქო უნდა შეიძლება. წინა საახალწლო დღეებში საახალწლო აქსესუარების შეძენა მათ შორის ნაძვისხისაც ბათუმში ყველ აბუსერიძის ქუჩაზე იქნება შესაძლებელი. ეგრეთ წოდებული კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიაზე ამისთვის ღია ტიპის გაძრობა მოეწყობა. როგორც მერიაში განმარტავენ, სხვა ქუჩებში ამ ტიპის ვაჭრობა კაცრად გაკონტროლდება. რა თქმა უნდა იქნება ეს წერტილი, ანუ საბაზრო წერტები, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება ყიდვა და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები. ამასთანავე ჩვენ გავაკონტროლებთ, რომ სხვა ტერიტორიებზე, ანუ ქალაქში მიუხედავად არ იყოს აღნიშნული ტიპის გარევაჭრობა, ძირითადად თავმოყრილი იქნება თბილისის აბუსერიძის ქუჩაზე მაინც. რაც შეეხება ბათუმის მთავარ ნაძვისხეს, როგორც ყოველთვის ხელოვნური იქნება და წელს ერას მოედანზე განთავსება.